ფაშისტურმა ყენწებმა და ხელისუფლებისგან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გააძლიერა ნაბიჯებმა იძულებული გახდა ამ შემადგენლობით და ჩვენი პოზიციის წამდგარი ყავით საზოგადოების წინაშე. სააკაშვილის მმართველობის წიგნმა, რომელმაც ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, ცხოვრების ყოველდღიურ წესად აქცია უზნეობა, უსამართლობა, ადამიანების ჩაგვრა. ყოველდღიური რეპრესიები, სახლების და ეკლესიების ნგრევა, დაკვა, ადამიანების გაკულაკება და კაფისვლა, ამას მინდა ხაზი გავუხსნათ კაფისვლა, იქცა ხელისუფლების ჩვეულებრივი წესად. ასევე ხელისუფლების მთავარი მმართველობა წარმოადგენს ბრძოლა ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების წინააღმდეგ. მიზანმიმართული კამპანია გაჩაღებული ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. აშკარა ამ ცდილობამ მოხდეს საქართველოს ისტორიის გადაწერა. სააკაშვილის საოცრობით, რომელსაც შინაგანი ზიზღი ამოძრავებს ქართული ეკლესიის მიმართ, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიმართ. ის მასში კონკურენტის გარდა არაფერს ახდენს. ვიყავი რომ ისი გარემოსის უახლოესი წევრი მე ხშირად მიწევდა უშუალოდ მისი მხრიდან ისეთი იდეების მოსმენა, რომელიც ეკლესიის განაწევრებას და სასულიერო პირების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ოკერი არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი. ოკერია ეს არის ქვეყანაში თავარი იდეოლოგია. ოკერიას იდეების განხორციელება ხდება სააკაშვილის მიერ. ეკლესიის დანგრევის ხარჯზე გადაწყვეტილება მიიღო ოკერია. ბოლო ფაქტზე, რომელიც აჭარაში მოხდა. საინტერესო განცხადება აქვს, ეს იყო ძალიან სკანდალური, პრინციპში იყო ძალიან სერიოზული პროტესტი საზოგადოების მხრიდან ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მოდით მე შეგახსენებ რევოლუციიდან ასწლით დიდი ხნის შემდეგ, ჩვენი საზოგადოება გახდა მოწმე გდანის ეკლესიის დარბევა დავარქვათ ნებავთ, ვასილი მკვლელიშვილის დაკავების ფაქტი დავარქვათ, როგორც ნებავთ, ფაქტი იყო რომ ეკლესიის დარბევა მოხდა. ის იყო მთელი სპეცნაზი შეიარაღებული, მობილიზებული, ის იყვნენ სხვადასხვა წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები, ბარამიძე, ადეიშვილი და ასე შემდეგ. სად იყო ამ დროს ირაკლი ოქუაშვილი და დღეს, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ მიდის გამალებული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მაშინ როგორი იყო თქვენი პოზიცია? ამ დროს ფეხახში ვიყავი. ამ თემით მე არ ვაპირებ ასევე სპეკულირებას, ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ აჭარაში ეკლესიის დანგრევის შემდეგ გორის საკრებულომ ეთხოვე რამდენიმე წელს საგუბერნატოროს მინისტრს მე ვიყავი ამ საკითხის მიიღო გადაწყვეტილება ეკლესიის შენობაზე გამოყოს 300,000 ლარი. მე შეიძლება ვერ აგიწერო სააკაშვილის რეაქცია, რაც მის ოთახში შეგიტყებოდა, მაგრამ ის იყო მდგომარეობიდან გამოსული. რატომ არ მოეწონა პრეზიდენტს რომ ეკლესია უნდა აშენებულიყო, თუ ფული დაენანა? მას არ მოეწონა ის, რომ ქვეყანაში არსებული ასეთი პოლიტიკის ხაზის დამყარებელი ვიღაცა აღარ არის. მას არ მოეწონა ის, რომ მისგან დაუკითხავად ვიღაც ბავშვებმა იქ დადგნენ და 300,000 ლარი ეკლესიის შენობაზე გამოყენეს. დღეს სამწუხაროდ ეს ფული სულად არ არის მიღებული ეპარქიის მიერ და ეს ფულს აღარავინ აღარ მიცემს. ძალიან საინტერესოა, რატომ ესეთი დამოკიდებულება ეკლესიის მიერ? თქვენ დღეს თქვენ ბრიფინგზე რომ იგი მოწინააღმდეგეს ხედავს, იმიტომ რომ ეს არის ავტორიტეტი. კონკურენცია ყველა გამოკითხვაში ეკლესია არის ერთ-ერთი ლიდერი. იმედის ვარსაცით. თვითამოქმედ ინსტიტუტს, ჯავს, პროკურატურას, სასამართლოს, ედიას, ეკლესია არის სამართლის პირველად. რა თქმა უნდა, ეს მას არ ეძინება. ეს შეიძლება რომ ვიღაცა მის სიგიადას შეგვიმოს. ეს არის ძალიან მარტივი. მე ხშირად მიწევდა პრეზიდენტის მხრიდან ისეთი იდეების მოსმენა, როგორიცაა ეკლესიის დანაწევრება, სასულიერო პირების დისკრედიტაცია და ასე შემდეგ. რა გეგმა მზადდებოდა? შეგიძლიათ თქვა, თქვენ კი ამბობთ, რომ არ გინდათ თქვა ეკლესიის თემაზე საუბარი, მაგრამ პირდაპირ უნდა ახლა ეს დავალებული, ეს რევოლუციიდან დაახლოებით 3 წელში დაიწყო ეს კამპანია კომპრომატების მოგროვება სასულიერო პირებზე. უშუალოდ სააკაშვილის მხრიდან. რატომ რომ შევახულიყო უბრალოდ ავტორიტეტი, იმიტომ რომ პრეზიდენტს ეშინოდა კონკურენციის? დაამატებდა ამას.